მინდა აღნიშნო, რომ ლობიო არის მეტად გვიან შემოსული კულტურა, რომელიც ყოველ შემთხვევაში ჩვენ კონტინენტისთვის დამახასიათებელი არ იყო. შესაბამისად, თუ დავაკავშირებთ იმას, რომ წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე მე-4 საუკუნის მოწამე იყო, მე-4 საუკუნის დასაწყისში თან მისთვის აბსოლუტურად ეს ფენომენი აქედან გამომდინარე 17 საუკუნე სად რა და როგორ ხდებოდა. თუმცა მარხო არის და რაღაც სადღესასწაულო მე გეტყვით, მიზეზი აბსოლუტურად არის ერთ საინტერესო რაღაცაში დამარხული. წარმართული კულტის შესაბამისად მზის ბუდობის, მზის ღვთაების, მაშინდელი ღვთაების დღესასწაული წელიწადში აღენიშნებოდა ორჯერ. სწორედ მზის ბუდობის დროს 25 დეკემბერს და 25 ივნისს. აი ამ დროს მას წინ უსწრებდა მზის წარმართული ღვთაების, ქართული ღვთაების ლილეს ხსენება, ბოდიშით ბარბალეს ხსენება, სვანურად ბორბალი ბარბალე, რომელიც ერთგვარად სახელთა მსგავსებას დაუკავშირდა. შესაბამისად, მათი გარკვეული დღესასწაული გარკვეულწილად ახლოს არის ერთმანეთთან და მინდა აღნიშნოთ, რომ ეს დღესასწაული და დღეობა ერთდღიან მონაკვეთს არ შეესაბამებოდა. ეს მთელი რიგი ციკლი იყო, რომელიც იწყებოდა სწორედ მზის დედის ღვთაებით და მერე გრძელდებოდა სწორედ მზის ბუდობით, მზის დაბადებით. ეს აბსოლუტური სრული დამთხევა არის და დავაფიქსიროთ, რომ წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე არის ისტორიული კონკრეტული პერსონა, არსებული პირი, რომლის მარტვილობაც, რომლის ცხოვრებაც მიწიერი და მისი მარტვილობის და შემდგომ ზეციური განდიდება ჩვენთვის ნაცნობია, კონკრეტულია, ხოლო ის არის წმინდა წყლის მითოლოგია, ასე ვთქვათ, წარმართული ეპოსი და შესაბამისად რაიმე სინთეზი დაკავშირება არის აბსოლუტურად აბსურდი, როგორც თავის დროზე კონკრეტული პირები წმინდა გიორგის და მთვარის ღვთაების დაკავშირებას ცდილობდნენ. იქაც აბსოლუტური აბსურდი იყო, თუმცა ამისი გარკვეული მიზეზები იყო აღრევაში, აზრცნობიერების აღრევაში და არა თქვათ რაიმე კავშირში, აქედან გამომდინარე ზუსტად აქაც მსგავსი რამ მოხდა. აი სწორედ რადგანაც ის მზის ღვთაება იყო, მზის დედა იყო, მის საპატივცემულოდ აკეთებდნენ მზის დისკოს ფორმის, ასე ვთქვათ, ბორბლის, ბორბალე, ბარბალე, მისი ფორმის ნაზუქებს, ასე ვთქვათ, ღვეზელებს და შესაბამისად დღეს მთაში როგორც არის შემორჩენილი შიგნით არსებული შემადგენლობა სხვადასხვა გვარი, ან ტკბილეული, ან მცენარეული, ბალახეული, შესაბამისად მისი ცხობა ხდებოდა. ეს იყო აბსოლუტურად წმინდა წყლის წარმართული მოვლენა. როდესაც ლობიოს კულტურა შემოვიდა, ლობიოს კულტურა და ზოგადად ამერიკულმა კულტურამ მთელი ჩვენი რაციონი ჩაანაცვლა, მინდა ასე ვთქვათ, რადგანაც ძირითადად დღეს რასაც ვიკვებებით, ადგილობრივი ნედლეულით, ადგილობრივი მცენარეულობით ჩვენ ფაქტიურად თითქმის აღარ ვიკვებებით, ჩვენთვის დაკარგულია ცოდნა იმ რაციონისა, რასაც ჩვენ წინაპრები იკვებებოდნენ და მცენარეული საფარი ძირითადად უცხო შემოსულ კულტურას წარმოადგენს, აქედან გამომდინარე მოხდა ლობიოს ადაპტირება იმ წარმართულ კულტში. შესაბამისად, წმინდა ბარბარესთან ეს არანაირ კავშირში არ არის და როდესაც ადამიანს კანონის დონეზე მიყავთ, რიტუალის სახეზე მიყავთ, რომ ბარბარობას არის აუცილებელი მაინც და ლობიანი, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. თუმცა დანაშაული ხო არ არის, მამა, რომ ლობიანი მიხვიოს ბარბარობას. თუ დაუკავშირებთ გარკვეულწილად დანაშაულია. ხო, როდესაც მთელი ყურადღება იმაზე, რომ მთელი დღე ლობიანები არის. გარკვეულწილად შემოდის ამისი გახსენება, წარმართული, თუმცა ისეც როგორ რომ უცოდინრობა გვაქვს ერთი მხრივ წარმართული ეპოსისა და მეორე მხრივ უცოდინრობა გვაქვს ისევ არსებული პერსონისა, რომელიც დღესასწაულში. ლობიანის მირთმევა და გამოცხობა თუნდაც იმ დღესაც დასაშვებია ყოველგვარი საგანგებო განზრახვის გარეშე. დაუკავშირა ყველა ზეგას და ასე შემდეგ. ნებისმიერ დროს, როდესაც ადამიანს ამის თუ გამოაჩნია და არის ეს და ეს. შესაბამისად, მისი ასე ვთქვათ, საკრალური მნიშვნელობის, მისტიური მნიშვნელობის ჩადება ეს არის აბსოლუტური წარმართი. მამა, აი, თუმცა აი რელიგიური დღესასწაულების სათანადოდ